მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოდკასტი შეკითხვა ექიმს. მე ვარ ეკატერინე გვარიშვილი. ცხადია, ყველას გვინდა, რომ ვიყვეთ ახალგაზრდები, გამოვიყურებოდეთ ლამაზად. და ამიტომ დღეს ვისაუბრებთ პლასტიკურ ქირურგიაზე. უამრავი საკითხი ისმება. საერთოდ გვჭირდება თუ არა ოპერაცია, ან როდის გვჭირდება გავიკეთოთ თუ არა ქირურგიული ჩარევა და მივხვდი, რომ საჭიროა ექსპერტული დასკვნა. და ამისათვის სტუდიაში მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი, პლასტიკური ქირურგი, რეკონსტრუქტოლოგი ალექსანდრე კალანტაროვი. გამარჯობა ბატონო საშა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგწანდით სტუდიაში. მე ვიცი რომ გუშინ შაბათს ბათუმში გქონდათ დიდი ქირურგიული საოპერაციო დღე და დღეს რომ დაგვეთანხმეთ მოსვლა, უღრმესი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ. ბატონ საშა, ძალიან ხშირად მსმენია ხოლმე რომ პაციენტი იძახის რომ ადრე რო გავიკეთო პლასტიკური ქირურგია, ადრევე დაბერდება სახე. აქ უკვე სახის პლასტიკურ ქირურგიაზე არის საუბარი. ასია ეს თუ არა? საერთოდ ზოგადად ეს სამწუხაროდ დღეს მთელ მსოფლიოში არის სერიოზული პრობლემა. პლასტიკური ქირურგია თავისი მითებით და რეალური სიტუაციით. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ვარ, სტუმრათა ვარ. ბათუმი არ არის ის ქალაქი, სადაც დღეს უკვე სტუმრათა ვარ, პრაქტიკულად ჩემი მეორე სახლია. დიდი ხანი ჩამოვდივარ აქ საქმეზე, რა თქმა უნდა, იშვიათად ვისვენებ კიდევაც, მაგრამ თქვენთან ყოველთვის მიხარია კომუნიკაცია, მეგობრობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება აი ამ ჩვენ საქმიანობას, ანუ ამ დარგს, ეს არის ერთის მხრივ ყველაზე საინტერესო და მეორეს მხრივ ყველაზე რთული დარგი მედიცინაში. რატო? იმიტომ რომ ეს არ არის მარტო მედიცინა, ეს არ არის მარტო ქირურგია და არ არის მარტო მეცნიერება. ეს არის კიდე მხატვრობა, ხელოვნება და ასე შემდეგ. რომ ჩვენ გვაქვს საქმე აბსოლუტურად ჯამრთელ ადამიანებთან და იმათი სურვილი არის ის, რომ გახდეს უფრო ლამაზი, მშვენიერი, ახალგაზრდა და ასე შემდეგ. რამდენი ადამიანი არსებობს, იმდენი სურვილი არსებობს და სათანადოდ არ არსებობს ერთი გასაღები, რომ ამ გასაღებით გაიხსნას ნებისმიერი კარი. ხო, ყველა პაციენტისთვის არსებობს თავისი მიდგომა, თავისი ხედვა, თავისი რეალურა და ის ოპერაცია ან რაღაცა манипуляცია, რაც მას სჭირდება. ამიტომ ასაკობრივი მომენტი ძალიან საინტერესო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკიდან ვიწყებთ ჩვენ ქირურგიულ ჩარევებს. მთავარია, რომ ეს ჩარევა იყოს ადეკვატური და პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას ელოდება და კიდე ქირურგმა უნდა იცოდეს ის, რაც მიიღებს პაციენტი, რომ ეს პაციენტი მერე საბოლოო ჯამში იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. რამდენად ხშირად ეუბნებით პაციენტს უარს ოპერაციაზე და ან რა შემთხვევაში ეუბნებით? ვინაიდან ძალიან ხშირად პაციენტი მოდის თავისი ხედვით და ეს ხედვა ზოგჯერ არ შეესაბამება რეალობას. მას რაღაც სურათი აქვს დახატული. ან კიდე უფრო მეც ვიტყვი, გონია რომ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ უფრო ბედნიერი გახდება, ან ოპერაციის შემდეგ დაიწყებს ცხოვრებას. ხომ არ სადღაც არ ჟღერს რაღაც გადადებილი ცხოვრების სინდრომის მომენტი აქვს პაციენტს. აი ეგეთი შემთხვევები თუ ყოფილა? ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტია. აი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა პლასტიკური ქირურგი ხდება მერე ფსიქოლოგი. იმიტომ რომ ვიცით პრაქტიკულად ერთი ხედვა საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ რა ადამიანი შემოდის კონსულტაციაზე, რა უნდა, როგორ ილაპარაკებს. რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, რომ მოდის აბსოლუტურად მომზადებული ფსიქოლოგიურად ნაკითხი პაციენტი განათლებული. განათლებას ამ შემთხვევაში მე გულისხმობ, რომ აი იმ ოპერაციის შესახებ აქვს წაკითხული ინტერნეტში, წიგნებში, არა მეზობლებში ინფორმაცია მიღებული, ან ობიექტიური ინფორმაცია თუ აქვს მიღებული, ეს ძალიან კარგია. და ამით ჩვენ უფრო გვიმარტივდება მუშაობა ამ პაციენტებთან. მთავარია ის, რომ აი მოლოდი შედეგი
მოლოდინი და რეალობა უნდა იყოს ერთმანეთში თანხვედრა, უნდა მოხდეს, ანუ ყველას უნდა რომ გახდეს უფრო ლამაზი, სათანადოდ თუ გახდა უფრო ლამაზი, იქნება უფრო ბედნიერი. მაგრამ ის შედეგის მოლოდინი უნდა იყოს რეალური, მეტი არაფერი. თუ აი მე ვადარებ მაღაზიის ვიტრინის სინდრომი, მე თვითონ დავარქვი და რა არის ეს? ყველა ქალბატონს უნდა რომ იყოს უფრო, ვთქვათ, სექსუალური, გამხდარი, ლამაზი, მაღალი, გრძელფეხა და ასე შემდეგ. ნუ ეს უტრირებ და როცა უყურებენ მანეკენებს ვიტრინაში, ყველას გონია რომ აი ამ მე ახლა რომ შევიძენ ამ კაბას ვიქნები ზუსტად ისეთი როგორც არის მანეკენი, ხო? ეს სამწუხაროდ მითია და ცხოვრებაში ეგრე არ ხდება, ჩვენ ზღაპარში არ ვცხოვრობთ, არსებობს რაღაცა რეალობა, სათანადოდ არსებობს რაღაცა შეზღუდვები. რა თქმა უნდა. აგერ ახლა ჩემს ახლობელიდან გავიგე ესეთი ფრაზა, რომ დედას აჩუქა ბლეფაროპლასტიკა დაბადების დღეზე. რამდენად ხშირია სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი მოთხოვნადი და ერთ-ერთი გავრცელებული ოპერაციაა ბლეფაროპლასტიკა. აქ მინდა დავსვა ეგეთი კითხვა, ბლეფაროპლასტიკა როგორც ცალკე ოპერაცია თუ რაღაც შერწყმაში სხვა ჩარევასთან ერთად, რომელი ჯობია? და რა შემთხვევაში რას გადაწყვეტილებას ღებულობს ქირურგი, როგორ გააკეთოს ეს ოპერაცია? დღეს ბლეფაროპლასტიკა მსოფლიოს სტატისტიკით არის ყველაზე პოპულარული ოპერაცია სახეზე. თუ არ ჩავთვალეთ, ნუ საქართველოს პირობებში ცხვირი მაინც რჩება პირველ ადგილას. მაგრამ მსოფლიოში არის ბლეფაროპლასტიკა პირველი. რატო? იმიტომ რომ პირველი ასაკობრივი ცვლილება ადამიანში არის ნაოჭი თვალზე. მეორედ, სტანდარტული ბლეფაროპლასტიკა არის ძალიან მარტივი, მაგას ასრულებს პრაქტიკულად ნებისმიერი გამოცდილების ქირურგი და ამიტომაც არის პირველ ადგილზე. დღეს ამერიკაში, ევროპაში ეს არის საოფისო პროცედურა, ოფისებში კეთდება, მით უმეტეს თუ ლაპარაკი არის ზედაქუთუთოს პლასტიკაზე. მაგრამ რეალურად მედიცინა ხო ვითარდება, ის მე-19 საუკუნეში გაკეთებული ბლეფაროპლასტიკა არ არის ის, რაც დღეს უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ დღეს უკვე შემოვიდა ინგლისურად არის პერიორბიტალური ქირურგია და რეალურად ჩვენ ვეძახით, რომ თვალის გარშემო გალამაზება. ანუ თუ პაციენტს სურვილი აქვს, რომ გახდეს უფრო ლამაზი და ის დააკლდეს ასაკი, მაშინ ჯობია უკვე ვიმსჯელოთ, რა ჭირდება მას თვალის გარშემო ქსოვილებზე. ამაში შედის შუბლის ნაწილი, წარბის ნაწილი, თვალის გარეთა კუთხე, ყვრიმალის ზონა და ბევრი რამ. ეს უკვე აბსოლუტურად სხვა დონის ქირურგია, არ არის ეს უკვე მარტივი ბლეფაროპლასტიკა და სათანადოდ კაი ძვირადღირებული ტექნოლოგიები ჭირდება, სათანადო სპეციალისტი და ბევრი რამე. მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა, არის სულ სხვა. ხო, აბსოლუტურად სულ სხვა შედეგი. აბსოლუტურად სულ სხვა. აი ზუსტად აქ მინდა მოვიყვანო მაგალითი ძალიან ხშირად ჩვენთანაც კლინიკაში მსმენია პაციენტებიდან, რომ აი ბლეფაროპლასტიკა მინდა წარბები რო ამეკაჩოს. აი აქ უკვე კლასიკური სტანდარტული ზედა ბლეფაროპლასტიკა მე მგონი ვერ მუშაობს. თუ ეს სურვილი აქვს პაციენტს. რა თქმა უნდა, აქ უბრალოდ ეს არის მეზობლის სინდრომი, რომ გაუგია რომ ბლეფაროპლასტიკა მარტივია, მაგრამ რო გონია რომ ბლეფაროპლასტიკა მჭირდება, წარმოდგენა აქვს სულ სხვა. გონია რომ სტანდარტული მარტივი ბლეფაროპლასტიკით წარბი აიქაჩება, გარეთა კუთხე ავაზევით და ასე შემდეგ. ეს ეგრე არ ხდება. ხო, დიახ, ეს ეგრე არ ხდება. რა ასაკში შეიძლება პაციენტმა მოგმართოთ ფეისლიფტინგისთვის? არსებობს, ანუ ფეისლიფტინგის მიზანი, ხო? ფეისლიფტინგის მიზანი თუ არის ასაკობრივი ცვლილება, მაშინ სტანდარტულად ითვლება, რომ 35 წლის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ფიზიოლოგიურად შეიძლება დაინახოს სარკეში რაღაცა არ მოეწონოს და მოვიდეს ექიმთან და თხოვოს, რომ აი 5 წლის წინ ან 2 წლის წინ ესეთი არ ვიყავი, უცბად დავინახე მე დღეს დილით სარკეში ეს ნაოჭი და
არ მომწონს. ეს არის პირველი. ნუ სტატისტიკურად 30 წლის შემდეგ ეს მისაღებია. არის სხვა მიზანი. არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც არ მოსწონს, აი ვიზუალი არ მოსწონს და უნდა რომ შეიცვალოს სახე, მთლიანად უნდა რომ გახდეს სხვანაირი. ეს ძალიან ხშირია ახალგაზრდებში 18 წლიდან მოდიან გოგოები და მთხოვენ ხოლმე რომ არ მომწონს მე ჩემი თვალის ჭრილი, არ მომწონს მე ჩემი წარბი, აქ არ არის ლაპარაკი რომ ის დაბერებულად გამოიყურება. არა, უბრალოდ უნდა რომ გახდეს სხვა ადამიანი და შეიცვალოს ვიზუალი. Facelifting-ი, როდესაც აკეთებთ დაუშვათ ასაკობრივ პაციენტთან, სადაც უკვე გაახალგაზრდავებაზე არის საუბარი. მე ძალიან ხშირად მსმენია, რომ პაციენტს გონია, რომ მიმართავს პლასტიკურ ქირურგს, ჩაიტარებს ოპერაციას და -30 წელი ექნება. აი ამ შემთხვევაში რას გვეტყვით ბატონო საშა? აი ეს მითია თუ რა, აი რისთვის უნდა იყოს მზად პაციენტი, აი ამ თუ ასეთი განწყობით მიდის ქირურგთან? ეს რა თქმა უნდა მითია. 30 წელი და 20 წელი და 25 წელი ეს არის ზღაპარი. ისე უბრუნდებით ჩვენ თეზის რომ რეალობა და მითია ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ ეს ორი ცნება. რეალური შედეგი კარგი facelifting-ის არის ის რომ ის სახე რაც ვთქვათ გვაქვს 70 წლის უხეშად ასაკში უნდა დაუბრუნდეს იმას რაც ჩვენ ქონდა მაქსიმუმ 10 წლის წინ. ანუ ვკარგავთ მაქსიმუმ 10 წელს facelifting-ის შედეგად, მაგრამ ადამიანი რჩება იგივე. ანუ აქ არ ვლაპარაკობთ ჩვენ ხელოვნურად ცვლილებებზე. მაგის მაგალითები არსებობს, ყველას ალბათ უნახია სოციალურ ქსელებში, ეს დამახინჯებული ვარსკვლავები, მით უმეტეს ჰოლივუდში, ხო, როცა ეს არის რისი ბრალი, იცით? აქ არ არის არც შეცდომა, არც რაღაცა ხარვეზი ოპერაციის, ეს არის პაციენტის არაადეკვატური სურვილი. ნუ ბოლო ექიმი თანხმდება მაგ ცვლილებებზე და მე პაციენტი უკვე გვიან ხვდება, რომ ეს ცვლილება არ იყოს საჭირო. აქ მარტო ქირურგიაზე არ ვლაპარაკობთ, აქ არსებობს თქვათ გადაბერილი სახეები ფილერით, ჭარბად გადიდებული ტუჩები, ზედმეტად აკაჩული წარბები და ნუ ბევრი ეგეთი შედეგია იმისა, რომ თქვათ პაციენტმა თავიდან ვერ გაანალიზა თუ რა უნდა რეალურად, ხო. ყოფილა შემთხვევები ისეთი, რომ ვერ შეთანხმებულ ხართ პაციენტთან, აი პაციენტი თავისი ხედვით მოდის და თქვენ როგორც სპეციალისტი, როგორც ექსპერტი ეწინააღმდეგებით და ეუბნებით, რომ ეს ასე არ გამოვა. აი ყოფილა თუ რომ ვერ შეთანხმებულ ხართ და გაგიშვიათ პაციენტი. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვეუბნები, იცით რა ვთვლით, რომ ექიმის ვალდებულებაა, რომ აუხსნას პაციენტს აი რა ჭირდება მას, რომ მიიღოს ის მიახლოებითი შედეგი, რაც უნდა. პირველ რიგში. ბევრჯერ მინახია, რომ ის თუ არის ეს რთული გზა, ხო, იმ შემთხვევაში პაციენტს ეს არ მოსწონს და მიდის ან სხვა სპეციალისტთან, ან ჭირდება იმის დრო, რომ შეეგუოს აი ამ რთულ გზას. თუ შეეგუა ამ რთულ გზას და ისევ დაბრუნდა, ხო, ეს არის ძალიან კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ მზად არის აი ამ რთული პროცესისთვის. ეს მარტო ზღაპრებშია, რომ გაიკეთა ოპერაცია, მით უმეტეს რთული ოპერაცია და მეორე დღეს კარგად არის. არსად არ ხდება. ამიტომ თუ პაციენტი მზად არის აი ამ პოსტ-ოპერაციულ ეგრეთ წოდებულ რეაბილიტაციას, მაშინ ყველაფერი კარგად არის. მე თუ გრძნობ, რომ პაციენტი არ არის მზად, ვეუბნები, რომ იცით რა, უბრალოდ მიბრძანდით სახლში, ცოტა ხანი მოიფიქრეთ და მერე მოდით. თქვათ იგივე კონსულტაციაზე, ნუ ეს იფუთება ისე, რომ თუ დაგჭირდება, თუ კითხვები გექნებათ ან რაღაცეები, მოდით მეორედ, მესამედ რამდენჯერ გინდათ, მოდით, სანამ თქვენ რეალურად არ ჩამოყალიბდებით რაღაცაში.
არსებობს თუ არა აი პაციენტი ცხადია ეძებს მაინც ალტერნატივას, ოპერაციის ალტერნატივას და არა ინვაზიური ან ნაკლებ ინვაზიური მეთოდები მოძებნოს და ამ შემთხვევაში ძალიან გახშირებულია ძაფებით ლიფტინგი. არის თუ არა ძაფებით ლიფტინგი, face lifting-ის, smash lifting-ის ალტერნატივა. სახის ქირურგიაში და საერთოდ ესთეტიკურ მედიცინაში ეგრევ ვთქვათ, იმიტომ რომ ესთეტიკური მედიცინა აერთიანებს ამ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და ოპერაციებს. ალტერნატივა ქირურგიულ ოპერაციას არ არსებობს. ეს არის დოგმა, ყველა მიცის ეს. მაგრამ არსებობს მარკეტინგი, არსებობს ბიზნესი და არსებობს სხვადასხვა განათლების სპეციალისტები. ანუ კოსმეტოლოგი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი აკეთებს თავის საქმეს, ხო? მაგას ვერ მოსთხოვ შენ, რომ პაციენტს უნდა გაუკეთოს ქირურგიული ჩარევა, ხო? პაციენტი თუ მიდის კოსმეტოლოგთან ან ესთეტიკურ მედიცინის სპეციალისტთან, რაღაცა სურვილით ის სათანადოდ თავაზობს იმ მეთოდებს, რაც შეუძლია, რაც იცის. პაციენტი როცა მოდის ქირურგთან, რა თქმა უნდა, ქირურგი პირველ რიგში თავაზობს ოპერაციას. აი ეს უკვე ჭეშმარიტად პაციენტის საქმეა, რომ საბოლოოდ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ექიმის პასუხისმგებლობა ის, რომ თუ გრძნობს, რომ აი ვერ მიიღებს პაციენტის შედეგს, აი თავისი რაღაცა манипуляციით, უნდა უთხრას, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თავს ვერ დავდებ, რომ ყველა კოსმეტოლოგი და ყველა ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი მაგას ეუბნება. სათანადოდ ყველა ქირურგიც ალბათ არ ეუბნება რეალობას. არსებობს ეგეთი. მაგას ვერ დავმალავ და მაგას ვერ გავექცევით. მაგრამ მაინც პაციენტი უნდა მივიდეს ერთ სპეციალისტთან, მეორესთან, კოსმეტოლოგთან, მთავარია მეზობელს არ კითხოს. რა გავაკეთო? ხო, სპეციალისტ, რამოდენიმე სპეციალისტთან უნდა მივიდეს და მე გამოიტანოს აზრი საბოლოოდ. ანუ ეგრეთ წოდებული რაღაც კონსილიუმი თავისთვის მაინც უნდა შექმნას. რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს რეალურად ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, მაგრამ ძალით ხო არავინ არაფერს არ უკეთებს, ხო, პაციენტი მოდის და ითხოვს რაღაცა პროცედურას. ბატონო საშა, მინდა კითხოთ ესეთი რამ. გადავიდე მინდა მამოპლასტიკაზე. იმიტომ რომ დღეს საქართველოში იყო დრო, როცა საქართველოში ძალიან მოთხოვნადი იყო რინოპლასტიკა, მაგრამ ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მამოპლასტიკის მოთხოვნა იზრდება. მაგრამ არსებობს გარკვეული მითები. რა ასაკში ან რა შემთხვევაში შეუძლია პაციენტს მოგმართოთ მამოპლასტიკისთვის? მამოპლასტიკა ძალიან ერთის მხრივ მარტივი ოპერაცია და მეორეს მხრივ ხანდახან გამოდის ძალიან რთული ჩარევა. დამოკიდებულია ყველაფერი საწყის მდგომარეობაზე, ანუ ძუძურა მდგომარეობაშია აპრიორი. მოდით გავყოთ ესე, მიზანი მამოპლასტიკის. პირველი ძალიან მარტივად ახალგაზრდა ქალბატონებს უნდათ რომ კონდეთ ლამაზი მკერდი, ну ძალიან ისე ხუმრობით რომ კარგად გათხოვდეს, ხო? პირველი ვერსია. და მეორე ვერსია, როცა არის უკვე გათხოვილი, ახალგაზრდობაში ქონდა კაი ძუძუ და ეს ძუძუ ისევ ქალური ტერმინოლოგიით ასაკში ან მშობიარობის მერე ლაქტაციის მერე გაუფუჭდა და უნდა რომ დაუბრუნდეს ის პირვანდელი მდგომარეობა. და მესამე კიდე არსებობს, ეს უკვე არ არის ისეთი მარტო ესთეტიკური მხარე, ეს არის ძუძუს რეკონსტრუქცია, როცა რაღაცის დაავადების გამო აქვს წინ პერიოდში ნაოპერაციები და სათანადოდ ან ძუძუ საერთოდ არ არის, ან არის დეფორმირებული და ასე შემდეგ. სათანადოდ აი ეს პირველი ვერსია, როცა გოგონას ან ქალბატონს აქვს ლამაზი ჩვეულებრივი ფორმის, ოღონდ პატარა მკერდი, ვლაპარაკობთ მარტო ძუძუს გადიდებაზე, რაც არის ყველაზე მარტივი ოპერაცია ამ მამოპლასტიკებში.
არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ნახევარი მსოფლიო დადის ამ გაკეთებული ძუძუთი და არ არსებობს იქ რაღაცა ისეთი სასწაული. მეორე ვერსია, როცა არის უკვე გაფუჭებული ძუძუ, აი აქ გვაქვს ძალიან ბევრი ნო. პირველი, რომ იმპლანტის გარდა გვჭირდება ძუძუს აწევა, ძუძუს ფორმის შეცვლა, დრილის გადატანა, აქ უკვე ბევრი სირთულეა ამ ოპერაციასთან დაკავშირებით. აი ეს არის, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს თავიდან რა ჭირდება, რისთვის ჭირდება, რა სირთულეები იქნება პოსტოპერაციულ პერიოდში, რომ დრო ჭირდება, რომ ძუძუ დარბილდეს, გახდეს ბუნებრივი, ბევრი ამბავია ამაში, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე. როცა მამოპლასტიკა კეთდება იმპლანტის მეშვეობით, ანუ უნდა ჩავსვათ იმპლანტი, რა იმპლანტებს ვურჩევთ პაციენტს, ან რატომ და რა სიტუაციაში, რა მდგომარეობაში და თუ არის იმპლანტის ალტერნატივა საერთოდ? იმპლანტი ეს არის რაღაცა ფიზიკური სხეული. მე რატო გეკითხებით, იცით ბოდიში ბატონ საშა, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცე იმდენ ინფორმაციას იძლევა და ჩვენ პაციენტები, ყველანი, მე ახლა აქ ვზივარ პაციენტების სახელით. ჩვენ პაციენტები ამას ყველაფერს ვკითხულობთ და ყველას ხარ შეუძლია რაღაც სელექცია გააკეთოს, ყველას არ აქვს სამედიცინო განათლება და ასე შემდეგ. ამიტომ ვსვამ ამ კითხვას, იმიტომ რომ ბევრგან გამიგონია, ბევრი პაციენტი ამბობს, თუ რა ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ პაციენტს იმპლანტის გარდა. და ამავდროულად augmentation-ი გავაკეთოთ, ანუ გაზრდა მკერდის. კი, აი ზუსტად მაგას ამ საკითხთან მინდა დავაკონკრეტო. რა არის იმპლანტი? იმპლანტი არის ჩვეულებრივი რაღაცა ფიზიკური სხეული, სილიკონს ვეძახით ჩვენ ყველანი და ცნობილია, რომ სილიკონი. არის იმპლანტი, რომელიც იდება ძუძუში იმისთვის, რომ გავზარდოთ მოცულობა. მეტი არაფერი, აქ არ ჯადოქრობა, არც საოცრება, არაფერი არ არის. გვაკლია მოცულობა, დავამატეთ იმპლანტი. ისე რომ იმპლანტის ალტერნატივა არსებობს, ოღონდ არასრული ალტერნატივა დავარქვათ, ეს არის საკუთარი ცხიმი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად პატარა ძუძუ აქვს გამხდარ გოგოებს, ხო? გამხდარ სხეულზე ზოგადად არის პატარა ძუძუ. სათანადოდ ეს ცხიმის რესურსი იმდენი, რომ ცხიმის ხარჯზე გადიდდეს ეს ძუძუ არ არის რეალური ალტერნატივა. ცხიმის დამატება კარგია, როცა ჩვენ ვლაპარაკობ რაღაცა ძუძუს კორექციაზე, ან რაღაცა სადღაც დაგვაგდა, ან რაღაცას ვასწორებთ, ან ვამატებთ, ეს კი ბატონო. მაგრამ ისე გლობალურად, რომ სილიკონის მაგივრად რაღაცა ჩაიდოს და გაიზარდოს ძუძუს მოცულობა, არ არის ეგრე. და ერთ კითხვას კიდე დავსვამ. იმპლანტთან ასოცირებული ლიმფომა. მე მესმის და ვიცი, რომ ეს ძალიან პატარა პროცენტია, მაგრამ მინდა რომ თქვენგან მოვისმინო. იმიტომ რომ ბევრს უბრალოდ შიში აქვს იმპლანტის და მინდა თქვენგან უფრო ექსპერტული აზრი მივიღო. ექსპერტული აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ რეალურად დღეს მსოფლიოში არ იცის რა არის ეს ლიმფომა. ინგლისურად ძალიან კარგად ჟღერს ეს ასოცირებული. ასოცირებული რას ნიშნავს? რომ შემთხვევით, თქვათ, მილიონ სილიკონიან ძუძუში შემთხვევით რაღაც პროცენტში მართლა ძალიან იშვიათობა იყო ნანახი ეს ლიმფომა. ანუ ასოცირებული ნიშნავს იმას, რომ აი მარტივი მაგალითი, რომ ბლონდინგ, ანუ ღია ფერდ შეღებილ ქალებში უფრო ხშირია ძუძუს კიბო. ხო, ეს აბსურდია. ხო, აქედან გამომდინარე დღეს არსებობს უბრალოდ რისკი, თეორიული რისკი, იცვლება იმპლანტების ტექნოლოგიები პრაქტიკულად ყოველ წელს, იცვლება იმპლანტის კაფსულა, იცვლება ის სილიკონის ხარისხი, რომელიც თვითშიგნით არსებობს, ზუსტად იმისთვის, რომ მინიმალური გახადონ ეს რისკი. ეს არ არის ჩვენი
ექიმების თემა, მაგაზე არსებობს ევროპის ტერიტორიაზე ცალკე კომისიები, ამერიკის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული FDA, დღეს ყველა მიცის FDA რა არის, ისინი მუშაობენ ზუსტად ამ საკითხზე, სწავლობენ სტატისტიკას, მაგრამ მიზეზი აი ამ დაავადების, კიდე ბევრი დაავადება არსებობს, რომელიც ახასიათებს ისე სტატისტიკურად სილიკონიან სხეულს, ხო, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, რომ არსებობს რამე პირდაპირი კავშირი ან ზუსტი პასუხი რატომ არის და რატომ მოხდა? არა, არავინ არ იცის. კითხვა მაქვს ეგეთი. თუ კი ქალბატონმა გადაწყვიტა ძოძოს იმპლანტის ჩასმა და მომავლისთვის აპირებს გახდეს დედა და აი ლაქტაციას უშლის ხელს თუ არა? სტანდარტული ჩვეულებრივი ძუძუს გადიდება ტექნოლოგიურად თუ იმპლანტი არის ჩასმული ეგრეთ წოდებული კუნთის ქვეშ არ ირღვევა ლაქტაცია, შეუძლია 1 წლის მერე გააჩინოს ბავშვი, ჩვეულებრივად აჭამოს და არაფერი არ დაირღვევა. კარგი ძალიან, მაგრამ მშობიარობის მერე, ფეხმძიმობის მშობიარობის და ლაქტაციის მერე ასეთი ძუძუ შეიცვლება ფორმით? არავინ არ იცის. ეს იგივე უბრუნდებით ჩვეულებრივ სტატისტიკას, რომ ჩვეულებრივად არა იმპლანტირებული ქალბატონი რო გათხოვდება და გააჩენს ბავშვს, შეეცვლება მაგას ძუძუს ფორმა თუ არ შეიძლება, ვინ იცის. იგივე მდგომარეობა რჩება იმპლანტაციის მერე. ანუ იმპლანტი არანაირად არ მოქმედებს არც ლაქტაციაზე, არც პოსტლაქტაციურ ცვლილებებზე, ხო? ძალიან ხშირად ისმის პაციენტებიდან მუდმივია სილიკონი, ანუ იმპლანტი მუდმივია, ამაზე რას გვეტყვით? ამაზე როცა ვეუბნები, რომ იცით რა, მუდმივი არ არის, მაგრამ არის უვადო. როცა მაგას ვლაპარაკობ, ხვდები, რომ არ ესმით ამ ტერმინების სხვაობა და ყოველთვის უხსნი ძალიან მარტივად. დღეს პრაქტიკულად ყველა ქალბატონი დადის მანქანით. და ვეკითხებით, თქვენ თუ გყავთ მანქანა, ალბათ უნდა იცოდეთ, რომ მანქანაში ასხია ზეთი და თქვენ თუ ჩაასხით ზეთი, კონკრეტულად იცით, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს ზეთი უნდა შეიცვალოს. აი ეს არის ვადიანი. და სანამ მანქანა დადის და სანამ მატორი მუშაობს, ხო არ არემონტებთ მარტო იმ შემთხვევაში, როცა რაღაცა დაემართება. გაფუჭდა. აი ეს არის უვადო. ანუ მარტო იმ შემთხვევაში, როცა რაღაცა ხდება, იმპლანტი არის ან შესაცვლელი, ან ამოსაღები, მაგრამ მუდმივი არაფერი არ არის, როგორც ჩვენი ცხოვრება. მე ვფიქრობ, ბიოლოგიაშია და საერთოდ კოსმოსში მე მგონი მუდმივი არაფერი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ იმპლანტი იმ პერიოდამდეა უვადო, სანამ ექიმის მაგიდაზე ყუთში დევს. მე უკვე ვადიანი ხდება ალბათ. ბატონ საშა, მინდა ეგეთი კითხვა დავსვა. 3 ოპერაცია, რომელსაც არ შესთავაზებდით პაციენტს. პლასტიკური? პლასტიკური. ძალიან რთული კითხვა. იცით რა, არ არსებობს ისეთი ოპერაცია, თუ ეს ოპერაცია არის ბოდიში, მე მესმის, რომ ნებისმიერი ოპერაციის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში. გასაგებია, მაგრამ ის ოპერაცია, რომელიც არ იძლევა სათანადო ეფექტს და თვლით, რომ ამ ოპერაციას აზრი არ აქვს. არა, გავიგე აზრი კითხვის შინაარსი, მაგრამ ეგეთი ოპერაცია არ არსებობს. არსებობს კონკრეტული პაციენტი, რომელსაც ეს ოპერაცია არ ჭირდება. აი ესეთი პაციენტი არის უამრავი. მაგრამ ეს ოპერაცია შეიძლება დაჭირდეს სხვა პაციენტს და სხვა პაციენტში იყოს გამართლებული და შედეგიანი, მაგრამ პირველ პაციენტს ეს არ ჭირდება. კარგით, მაშინ ესეთ კითხვას დავსვამ. ძალიან გავრცელებული ბიშექტომია. აი რა შემთხვევაში გვაძლევს იმ ეფექტს, რისი დანახვა უნდა პაციენტს? ბიშექტომია დანერგილი ოპერაცია, არ არის ეს რაღაცა ურთულესი ტექნოლოგიურად. კი, აქვს მინიმალური შედეგი. გეთანხმებით.
იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუნდაც ჩვენ კლინიკაში, როდესაც პაციენტი მოდის, ამ ოპერაციიდან ელოდება აი ჩავარდნილ ლოყებს და მერე რა იწევს ეს ჩავარდნილი ლოყები, ან იმიტომ რომ ის ხო ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდა სახე მაშინაა, როცა ის შევსებულია ახალგაზრდურად. ეს ნახეთ, ახლა საინტერესო ამაში რა არის, ახლა ბიშექტომია მე სულ არ გამახსენდა ამ კონტექსტში, მაგრამ ანუ ცუდ ოპერაციებში ეგრევე წოდებულ, მაგრამ არ არის ცუდი ოპერაცია, მაგრამ ისევ არსებობს ჩვენება. ხო. იშვიათად ბიშექტომიას აქვს სათანადო შედეგი, აი ძალიან იშვიათად. თან მე ყველას უხსნი, რომ ბიშექტომიაზე მოდიან ახალგაზრდა გოგოები, რა თქმა უნდა, და ყველას უხსნი, რომ იცით რა, ეს ცხიმი თქვენ კონკრეტულად დაგჭირდებათ, როცა ასაკში იქნებით, თან თუ მოხვალთ ჩემთან, ან მე თუ ცოცხალი არ ვიქნები იმ პერიოდში, ვიღაცასთან ხო მიხვალ, ხო, თქვათ სახის ლიფტინგისთვის. ეს ბიშას ცხიმი გჭირდება ჩვენ ოპერაციისთვის, რომ ეს გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შედეგი იყოს მერე. ამას უხსნი და ზოგი იძახის არა მე დღეს მინდა, იშვიათობაა, საერთოდ აი რა ვიცი, თქვენ თუ აკეთებთ სტატისტიკას, რამდენი ბიშექტომია გაკეთდა მაგალითად ბათუმში, მინიმალური. არა, ცოტა. გეთანხმებით, რომ ცოტა. მაგრამ აი ინტერნეტ სივრცეში, ახლობლებში ხშირად მესმის, ხო არ გავიკეთო ბიშექტომია. აი რაღაც ძალიან ისე ხელწამოსაგდები ოპერაციათ აქვთ. მე მესმის, რომ ტექნიკურად ეს არ არის ძნელი და რთული ოპერაცია და ასე ვთქვათ, დღის სტაციონარის ოპერაცია, მაგრამ შედეგებსაც დიდათ ვერ ვხედავ, ვისიც დამინახავს, ვისთანაც დამინახავს გაკეთებული. მით უმეტეს, როცა ლოყებიანი სახია, იქ ხო საერთოდ შედეგი მინიმალურია. ბიშექტომია კიდე ანუ არტოვებს ცუდ კვალს, ეგრე ვთქვათ, ხო? მაგრამ არის ოპერაციები დღეს პრაქტიკულად ამოღებულია, ეხლა გამახსენდა ტუჩებთან დაკავშირებით. როცა იცვლება ტუჩის ფორმა, ოღონდ გარეგანი ჭრილობით. ანუ წითელი კობის ხაზზე ტარდება ეს ჭრილობა, ეს იყო სადღაც მე-19-18 საუკუნის ქირურგიაში ეგეთი მეთოდი, მაგრამ პაციენტები რო კითხულობენ ხანდახან რაღაცას, ან არ ვიცი სად ეძებენ მაგას. თუმცა წინა საუკუნის ქირურგიაშიც იხმარებოდა ეს მეთოდი ჯერ კიდე. კი, ძალიან ძველია და დღეს უკვე ამას არავინ არ იყენებს, იმიტომ რომ არსებობს ტუჩის ფილერი, არის სხვა ოპერაციები. აი, ესეთი სურვილით მოდიან პაციენტები და დღეს 5 წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს ამის გაკეთება, იმიტომ რომ პაციენტი მთხოვს, დარწმუნებულია, რომ ზუსტად ეს უნდა მოაქვს რაღაცა Facebook-იდან ეს ინტრაოპერაციული ან ოპერაციის დროს გადაღებული სურათები, რაც დღეს ძალიან პოპულარული გახდა და უკეთებთ ხანდახან, იშვიათად. არის ეგეთი ოპერაციები. ვერაფერს ვერ იზამ, ეს მარკეტინგია. უნდა და გაიკეთოს. გასაგები. თავისი არჩევანი. რა თქმა უნდა. თავარია იცოდეს, რა სიკეთებს და რა შედეგი ექნება. კი, ნამდვილად. ბატონ საშა, ასაკს აქვს მნიშვნელობა პლასტიკური ქირურგიისთვის. აქ მე ვგულისხმობ, აი, რამდენად ყველაზე ასაკობრივი პაციენტი რომელი ყოლიათ, აი რამდენი წლის იყო. და გააჩნია ალბათ რა ოპერაციაზე მიდის ასე. არა, რა თქმა უნდა, აქ ოპერაციებზე აქვს მნიშვნელობა. ეხლა გეტყვით ისე მარტივად. ყველაზე პატარა ასაკი ჩვენთან ვინც იკეთებს ესთეტიკაზე ელაპარაკებ, ხოლოდ რა თქმა უნდა, ეს არის 5-6 წელიწადი, როცა მშობლებს მოყავთ თავისი ბავშვები გამოშვერილი ყურებით. გინდა თუ არა უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ მშობელს უნდა აბსოლუტურად ადეკვატურია ეს სურვილი, თან უნდა გაკეთდეს, სანამ ბავშვი გახდება სოციალურად აქტიური, ანუ სანამ მივა საბავშვო ბაღში, სანამ იქ სკოლაში და ასე შემდეგ ბულინგის მსხვერპლი რო არ იყოს მაგის გამო. ცხვირი მაგალითად. ცხვირს იკეთებენ 15 წლიდან უკვე. მიღებულია. ადრე ითვლებოდა რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს, 18 წლამდე არ შეიძლება, არ არის ეგრე. 15 წლიდან შეიძლება,
თუ სუნთქვის პრობლემებია უფრო ადრე, რა თქმა უნდა, გიდეზე შეიძლება ჩარევა გავაკეთოს. ცხვირი ყველაზე ჩემ პრაქტიკაზე, ყველაზე ასაკოვანი პაციენტი იყო 76 წლის ქალბატონი, რომელიც მოვიდა ჩემთან და პირდაპირ მითხრა, აიო, მაშინ სხვა დრო იყო, ფული არ მქონდა, მაგრამ მინდოდა. აი ახლა პენსია შევაგროვე და გამიკეთე. იყო უბედნიერესი. სათანადოდ ახლა უბრუნდებით იმ ფეისლიფტინგს, ხო, სახის დაჭიმას. 18 წლის გოგო და 20 წლის გოგო არ მოვა. 50-ის მერე. 50-ის მერე ეს კლასიკური ფეისლიფტინგი კეთდება 80 წლამდე, სანამ პაციენტს აქვს ამის სურვილი. 80 წლის მერე პაციენტი მე არ მინახავს. გასაგები. ფეისლიფტინგის სურვილით. თუმცა საზღვარგარეთ არსებობს. ოპერაციები, რომელიც შეიძლება განმეორებით გააკეთოთ. ცხვირი ვიცი, რომ რამდენიც გინდა და ნებისმიერი, კი. აი, მაგალითად, იგივე SMAS ლიფტინგს რასაც ეძახიან, რამდენჯერ შეიძლება გაიმეოროს პაციენტმა ეს საწოლი? სანამ ცოცხალია და სანამ სურვილი აქვს. ანუ ამაში ორჯერ, სამჯერ ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ აი წარმოიდგინეთ, ერთხელ ნაოპერაციები პაციენტის მეორე ოპერაცია ხო ტექნიკურად უფრო რთულია, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ძაფებით ნამკურნალების სახე. აი ნონსენსია, ხო? ხო ითვლება, რომ ძაფები სახეში ძალიან მარტივია. რას აკეთებს ამაში ახლა არ გვინდა? მე რეკლამად ჩაგვიწვია, ანტირეკლამად, მაგას არ ვეხებით. ზოგადად ხო ითვლება, რომ ძალიან მარტივი პროცედურა მიხვალ ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთდება, წავიდა სახლში, ხო? აი იმის მერე, ვთქვათ, 5 წლის მერე, 10 წლის მერე, როცა დაჭირდება ქირურგია, საშინელებაა მაგის ოპერაცია. გაცილებით უფრო მარტივია, ადრე გაკეთებული ფეისლიფტი მეორედ გააკეთო. ბატონ საშა, უღრმესი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ბევრ კითხვას გავეცით პასუხი. თუ შეიძლება მეგობრებო ვიღაცას გადაგაფიქრინებინეთ ოპერაციის გაკეთება, ვიღაცას პირიქით გადაწყვეტილება მიიღეთ ვიღაცამ, რომ წახვიდეთ პლასტიკურ ქირურგიაზე. მოკლედ, დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები, შეგიძლიათ კითხვები დაგისვათ, რომელსაც აუცილებლად გიპასუხებთ. ბატონ საშა, დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ არაერთხელ კიდე შევხვდებით სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბედნიერად თავს მიხედეთ. კარგად ვსანდებოდეთ.